და კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. Რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, ყველაფერი იქნება დაცული. იქ მე კიდევ ერთხელ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, იქ რო დგას 150 კაცი, არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 კაცი იყოს მართლა გულწრფელი სულელი. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გულწრფელი სულელი, პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული, იმიტომ რომ სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს და არავითარი მორალური გამარჯვება, როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ აქვს, მაგდენი რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ, შენ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული. ამიტომ თანაგრძნობა მათ მიმართაც ვერ იქნება. ეხლა თუ რამე შეგვიძლია და უძახოთ ქართული ოცნების პოლიტიკას, დღეს ასაც ხედავთ, არის ნულოვანი ტოლერანტობა იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმება და ბოლომდე მივაჭირო და არავინ არ გვეცოდება, ვინ ჩვენი მხარდამჭერი არ არის, არავის არ გავითვალისწინებთ, არავის მიმართ თანაგრძნობა არ აქვს. აი ხალხო ესენი არიან ნაცები, ესენი აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ესენი თავს დაესხნენ სახელმწიფო ინსტიტუტს და აი ხლა ვინც არ უნდა დავიჭიროთ, ეს აღარ უნდა დაიცვას არავინ. რაღაცა მოხდება, თითქოს ჭკუის სასწავლებელი ამბავი, რომელთაც ჭკუა ნახდათ უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვეხება და არაფერი არ იცვლება ამის შემდეგ. ისევ აი თითქოს 4 ოქტომბერი არაფერი არ ყოფილა და ეს თითქოს არავის პასუხისმგებლობა არ ყოფილა. ყველა სხვადასხვა ზომის პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველასი, რომელიც კითხვას არ სვამდა, რა არის გეგმა? აი ამ კითხვას რო არ სვამდა, ტელევიზორში არ სვამდა ამ შეკითხვას, რომ მოდიოდა ვიღაც ადამიანი შენთან და გეუბნება 4-ში გამოდით, რას ვაკეთებთ იქ რო არ კითხულობდა და ისე გადიოდა. ჟურნალისტი, რომელიც აპიარებდა ამ მთელ ამბავს და 4-ში მოდით ხალხო და მთელი ეს ამბავი და ხალხს მოუწოდებდა, ისე რომ არ ეკითხებოდა ვიღაცას, აი ხაბე ისე დაიჭერეს, რომ არავინ არ კითხა, რა გეგმა გაქვსო. ახლა რა შეიძლება ენა მოუბრუნდეს ვინმეს, ვინც 4 ოქტომბრამდე 4 ოქტომბერს აქციაზე მოდითო ხალხს ეუბნებოდა და ამბობდეს, რომ ხალხო არჩევნებზე გასვლა რო არ გასულიყავით, ჩვენ დავამხობდითო. გეგმაც კი არ უთქვამთ რა იყო.